სვანეთში არის დღე, როდესაც რწმენა, შუა საუკუნეების ხელოვნება და ცოცხალი ტრადიცია ერთ სივრცეში იყრის თავს. ეს კვირიკობაა. 28 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა კვირიკესა და დედამისის ივლიტას ხსენებას აღნიშნავს. საქართველოში კვირიკობას რამდენიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში აღნიშნავენ, თუმცა დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა სვანეთში აქვს. კალას თემში მის მთავარ კერას ლაგურკა წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი წარმოადგენს. მცირე ზომის მე-10 საუკუნის დარბაზული ეკლესია გარედან მკაცრი და სადაა. შიგნით კი შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთ გამორჩეულ ანსამბლს ინახავს. ტაძარი მოხატულია კალის ხევის აზნაურთა დაკვეთით დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ 1112 წელს. ფრესკულ პროგრამაში სახარების სცენებთან ერთად განსაკუთრებული ადგილი წმინდა კვირიკესა და ივლიტას უკავია. მათი გამოსახულებები დასავლეთ კედელსა და კანკელზეა წარმოდგენილი. სამხრეთ კედელზე კი მათი მოწამეობის სცენებია განთავსებული. გამოსახულებათა ექსპრესიით და ემოციური გამომხატველობით სცენათა თემატური შინაარსის ინტერპრეტაციით ლაგურკას მხატვრობა უნიკალურია არა მარტო ამ პერიოდის ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში, არამედ საერთოდ შუა საუკუნეების მხატვრობაში. ზოგადად სვანეთის ტაძრების ფრესკები ყველასგან გამორჩეული და თვითმყოფადია. ასეთი ხასიათის მხატვრობა სხვაგან არსად გვხვდება. ამის წაკითხვით გააზრება რთულია, თუ საკუთარი თვალით არ ნახავ და შეადარებ. ამიტომ გიზიარებთ შეძლების დაგვარად. დღეს კვირიკობის დღესასწაული ქრისტიანულ ლოცვასა და ძველ ტრადიციებს აერთიანებს. ლემზირების ცხობა, მძიმე ზარის მხრებზე მოკიდება და დარეკვა, ასევე საჯილდაოქვის ზურგზე გადაგდება და სხვა. სწორედ ამ ერთიანობაშია კვირიკობის განსაკუთრებული ძალა. აქ წარსული მხოლოდ ისტორია არ არის, ის რწმენაში, ხელოვნებასა და ტრადიციაში დღემდე ცოცხლობს.